მომიბოდიშეთ, ბოდიში მოიხადეთ, მოინანიეთ, შეინანიეთ, ბოდიში მომიხადეთ, მოინანიეთ, ბოდიში და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდის ნებისმიერ წარმომადგენელს არ ეზარება და 41 ჯერ თითოეული მათგანი 41 ჯერ წარმოთქვამს მსგავს სიტყვას, ამ სიტყვას ამ რომელიმე სიტყვას ან მსგავს სიტყვას, სინონიმს ამ სიტყვებისა. არ ეზარება და არ ეთაკილება, რაც მნიშვნელოვანია. გენერალურ პროკურორსაც კი გვარაკაზეა, თუ არ ვწდები და არ ვწდები, ისიც კი თუ არ ვწდები უმაღლესი ტრიბუნიდან, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ გავანთავისუფლებთ. აღკვეთ ღონისძიების შეცვლას მოვითხოვთ სასამართლოსაგან იმ პირების მიმართ, რომლებიც ბოდიშს მოიხდიან, მოინანიებენ, აღიარებენ დანაშაულს, აღიარებენ ბოდიშს მოიხდიან, აღიარებენ. ყველა მეორე ხარისხოვანი და ყველა პირველ ხარისხოვანი დეპუტატი მანტრასავით იმეორებს. ბოდიში მოიხადონ და კი ბატონო, ბოდიში მოიხადონ და გამოვძებნით გზებს, მოინანიონ და გამოვძებნით გზებს და რასაკვირველია გავანთავისუფლებთ ადამიანებს, ოღონდ ბოდიში უნდა მოიხადონ. მე თავად გიბოდიშებთ იმ სიტყვისათვის, რომელსაც ახლა წარმოვთქვა, მაგრამ რა ვნება და რა ერეგირება ამ ბოდიშზე კარგად არ მესმის. ერეგირება თითოეული მათგანის მიმართ კი არა მხრიდან. ისინი თითქოს ხგვანან მანქანის იმ ხელოსნებს გასული საუკუნის 80-იან წლებში, ამა თუ იმ სახელოსნოში რომ მუშაობდნენ და დიდად რომ ჰქონდათ გაკრული ძუძუებ გადმოყრილი პამელა ანდერსონის თუ საბრინას ფოტოები. 80-იანი წლებია ეს, 90-იანები აღარ არის. ისინი ჰგვანან იმ საბრინაზე გამახსენდა იმ რიგით თუ არა რიგით მოქალაქეებს, რომლებიც სექსნაკალულები გასული საუკუნის 80-იან წლებში ხსენებულ საბრინას აუზში ჩასულს გაფაციცებით რომ ადევნებდნენ თვალყურს და ეს საბრინა რომ ღეროდა ბოის და ამაზე გიждდებოდნენ პირდაპირ თუ არა პირდაპირ მნიშვნელობით. არ იყო იმ ხანად სექსი. არაფერი არ იყო საბჭოთა საქართველოში. ესენი ჰგვანან არ მინდა დავასახელო ორგანო, მაგრამ იმ ორგანოს, რომელიც ახლა თავში მოგივიდათ. გაგიელვათ თავში. ერეგირებულ მდგომარეობაში, ოღონდ ერეგირებულნი არიან ბოდიშზე. ყველა მათგანი. ეს ყველაფერი რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილისაგან მოდის, რომელსაც ვერ გაუგია ადამიანები რატომ დაუპირისპირდნენ მას, მან ხომ საქართველო გადაარჩინა. მან ხომ საქართველო ერთის მხრივ მიშა სააკაშვილის დიქტატურისაგან იხსნა, თუმცა როგორ იხსნა ეს ცალკე თემა. რა მეთოდებით გამოიხსნა ჭყალებში. და მეორე ვერ გაუგია რატომ ასკდებიან ეს ადამიანები, არა მხოლოდ პატიმრების ხოთა შორის, არამედ გარეთ მყოფებით შუბლით კედელს. ერთხელ თუ მეტჯერ აქვს ნათქვამი ივანიშვილს, რომ მაინც გაუთხრდებათ ეს თავებიო და რაღაც საჭიროა თვით დაზიანებაზე წასვლა. რომ მკითხო ბიძინა ივანიშვილს, როგორც აბსოლუტურად გულწრფელი უნდა იყოს და ტრუკებს არ უნდა ატარებდეს, არ უნდა გვატყუებდეს. რას აკეთებდა ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნეში? საქართველო მაინც ვერ განთავისუფლდებოდა და ილიას სიცოცხლეში საქართველო მართლაც ვერ განთავისუფლდა, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება დედიშობილასავით გულწრფელი, ის გეტყვით, რომ ილია ჭავჭავაძე რომ იბრძოდა, ეს იყო ამაო და ფუჭი ბრძოლა. ილიას არ უნდა ებრძოლა და ოქროს ჯაჭვის ჯობს თავისუფლებას ამ პრინციპით უნდა ეარა. ეს უკანასკნელი სიტყვები ეკუთვნის პირს, რომელიც ილიასთან ვინც ის და ყველაზე ძლავრადაც კი იყო დაპირისპირებული ყოველ შემთხვევაში ერთი ხანობა გრიგოლ ორბელიანს, რომელმაც ილიასთან გადაწყვიტა პოლემიკა, ანუ შვილთა თაობასთან და ისტორიამ დაადასტურა, რომ შვილთა თაობა მართალი აღმოჩნდა, მაგარიც აღმოჩნდა და მართალის. ილიამ გაიმარჯვა და ამ არარომანტიკოსმა, რომანტიკოსად წოდებულმა გრიგოლ ორბელიანმა მარცხი ნამდვილად იწვია. მარცხი ისტორიაში, მაგრამ გრიგოლ ორბელიანი მსახური რუსეთისა საბოლოო ჯამში ერთი უცოდველი კაცია ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, რომელიც გაცილებით დიდი მსახურია რუსეთისა, დამოუკიდებლად იმისა, როგორ იქნება
შეფუთული ან რამდენად შეფარულ პოლიტიკას აწარმოებს ქართული ხალხისა და ქართული ხალხის თავისუფლების, საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მაპატიეთ, გვაპატიეთ, შემოინანიეთ, შეინანეთ, ბოდიში მოიხადეთ, ბოდიში მოიხადეთ და გაპატიებთ. აი ეს სიტყვები წარმოთქვით, გთხოვთ და მე ვინც ის და გაპატიებთ კიდეც. ეს არის გზავნილი ბიზინა ივანიშვილისაგან, ცხადია ის რომელიმე 57 ხარისხოვან დეპუტატს არ ელაპარაკება, არც იცნობს სახეზეც, კი არ იცნობს მაგალითად ვინმე ჭეიშვილს, რომელიც მეც კი ძნელად თუ მახსოვდება მისი კომენტარამდე და სულ მგონია რომ ეს ჭეიშვილი რომელიმე სხვა გვარის წარმომადგენელია, მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ის სისტემა, რომლის მიხედვითაც ჭეიშვილამდეც კი ამ 57 ხარისხოვან დეპუტატამდე მიდის გზავნილი ამგვარი, რომ მანაც უნდა მოითხოვოს ბოდიშის მოხდა ელენე ხოშტარიასაგან, სხვათა შორის ელენეზე გამახსენდა. ელენე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ჩანს, მისი მშობელი დედა ადასტურებს ამას და ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი. ახლა საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ რასაკვირველია უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი, ანუ ელენეს მკურნალობის შესაკვლევისა და მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მისცეს და უნდა გადაიყვანონ კლინიკაში და საერთოდაც უნდა გაანთავისუფლონ ჩემი სუბიექტური აზრით, ანუ უნდა მოიფიქრონ მექანიზმი მისი განთავისუფლებისა, რამდენადაც ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის, მაგრამ ხელისუფლებად წოდებული ბანდა ჩემი მოსაზრებით ამას არ იზამს და თუ მაინც იზამს, ანუ თუ ვწდები და ვიმამეთში იქნება თუ სხვა კლინიკაში მას მკურნალობის კვლევისა და მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს, არც ერთ ჩვენგანს არ უნდა წასცდეს მადლობა ელენეს, ვინც მისცა ამ გვარი მკურნალობის შესაძლებლობა ამ ხელისუფლების მიმართ არ უნდა წაგვცდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი ქართული ოცნების ხელისუფლებისა და ამას თავისით გააკეთებდა ჩვენი ზეწოლის გარეშე ის რომ წესიერი, სწორი, ისტორიაში სწორი და ელენესთან სწორი ხელისუფლება ან პიროვნებათა ჯგუფი იყოს, ვისი ბრალია. ეს ყველაფერი სოფო ხურწარიებ ჩემმა მეგობარმა მიმართა კალაძეს, პირველად მოგმართავო თუ პირველად გთაგავო, ასე თქვა და მე აუხსნა კალაძეს პრინციპში მაინც ელემენტარული ჭეშმარიტებები ადამიანებს, როცა სჭირდებათ ელემენტარული ჭეშმარიტებების ახსნა, ჩემი აზრით სოფოსთან ბოდიში რასაკვირველია, მიმართვა მათზე არ გაჭრის. და ჩემი მოსაზრებით არც უნდა მიმართო კალაძეს თუ რამის გაკეთება უნდა და თავდაპირველადვე უნდა გაეკეთებინა, თავიდანვე უნდა გაეკეთებინა ის, რასაც იბოდიშებთ თუ არ მიყვარს ხოლმე ასე გენდერულად დაყოფა, მაგრამ მაინც გვერდისდებართვით ერთი ხელ მაინც უნდა მაპატიოთ, კაცები რასაც აკეთებენ. კალაძეს როგორც კი აღიძრა საქმე ელენე ხოშტარიას მიმართ, ისთვის აღიძრა თან გეხსოვებათ პლაკატზე მიჯღაბნისათვის, პლაკატის დაზიანებისათვის, კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანებისათვის, კალაძეს უნდა ეთქვა, რომ არ არის პრობლემა. პოლიტიკური ოპონენტია, ბრძოლის ეს მეთოდი აარჩია. შესაბამისად ჩვენ ან ჩვენი პარტია ან უშუალოდ მე დაზარალებული თუ დაზიანებული სულაც არა ვარ, განაგრძოს ელენე ხოშტარია ის რასაც აკეთებს, მე კი მოვებზადები არჩევნებში გამარჯვებისათვის, მაგრამ კაცმა, რომელიც პატარაა, ეს უბრალოდ ვერ გააკეთა. რატომ ვერ გააკეთა? ვერ მიხვდა? არ ამგონია რომ სიმართლე გითხრათ, არ ამგონია რომ ანუკი არველაძეა, ხო მისი არეშიძე უკაცრავად, ანუკი არველაძე კიდე სხვა არის, ანუკი არეშიძეს მისთვის ამგვარი რჩევა მიეცა და ეთქვა ხამე თუ საღამო ხანს რომ კახა მოინც მოდი და არ დაიწყო ახლა ბრძოლა ელენე ხოშტარიასთან, მეერა რომ ეს გააკეთა ქალია, მაინც ეს ერთია ქალური სოლიდარობის ჭრილში თუ განვიხილავთ ამას მაინც და მაინც ან არა ანუკი ამას არ განუკი აგვარი არეშიძე გვარებით სულად მომახსოვრდება სახელების არ იყოს განსაკუთრებით ამათი მეუღლეების ხარიბაშვილის ცოლს ხან ნანუკას ვეძახი და ხან ნუნუკას და ხან ნენუკას თუ ნონუკას თუ ასე შემდეგ ხო მოგეთ ანუკი არეშიძე არ ამგონია რომ ასე მოქცეულიყო მაგრამ კახა კალაძე თავად თუ კაცი იყო ეს ყველაფერს უნდა მიხვედრილიყო და უნდა გაეგო უნდა ეგრძნო რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე ვისი ბრალიაო როც რასაკვირველია ბიზნეს ბრალი იქნება თუ რამ კიდე უფრო მძიმედ განვითარდება ელენეს თავს. ხო კიდე უფრო მძიმ და აზარალდება და ზიანდება კიდე უფრო მძიმე იქნება ისი ჯანმრთელობა. თუ ვერ გაიმართება წელში მარტივად რომ ვილაპარაკოთ ელენე როგორც ჩანს
გარკვეულზე დაბალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად შეიძლება დარჩეს პირიქით გიბოდიშეთ ძალიან მიჭირს ამის თქმა ხოშტარიების ოჯახისათვის ან გუნცაძეებისა და ხოშტარიების ოჯახისათვის გიბოდიშეთ უშუალოდ ლაკასთან დაკავშირებითაც ამის წარმოქმნა ძალიან მიჭირს მაგრამ ეს იქნება არა მხოლოდ კალაძის არამედ პირველ ყოვლისა ბიზნეს და საერთოდ ამ რეჟიმის ბრალი მათ შორის იმ ადამიანებისაც რომლებსაც ერთი ამბავი ატეხეს ოდესღაც 2012-ში რაღაც დანაშაულებზე თუ გადაცდობებზე ან თუ გნებავთ ვიტყვი არ მეედება დანაშაულებზე რომელსაც ჩადიოდა წინა ხელისუფლების რომელიმე ციხის უფროსი ან ციხის უფროსის გარე ბიძაშვილის მეოთხე მოადგილე მაგრამ ახლა პირში წყალს ჩაგუბებულნი არიან ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს ამჩნევენ და ხედავენ თავარია მიშა არ მოვიდეს ან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და დედას ტირებია ელენე ხოშტარიას და მზია ამაღლობელს ეს ქალბატონები დავასახელებ ამაკაცებზე არც ვლაპარაკობ მათთვის 58 ხარისხოვანია თითოეული პატიმარი დამოუკიდებლად ასაკისა ვინც ახლა არის საპატიმროში ტყვეთ ჩავარდნილი ბიზნე ივანიშვილის პერსონალური მდივანი კი არა მძევალი ამ რამდენიმე ხნის წინ ამერიკიდან შემოგვითვალეს გვითხრეს ასე რომ საქართველოს ხელისუფლებას კალთებს არ დაახევენ საქართველოს ხელისუფლება ან ზოგადად საქართველოს უნდა იყოს ადეკვატური უნდა იყოს დროისა და ვითარების შესაბამისად იქ სხვა კალაპოტებს ეხება შენაკადებს ეხება გზავნილი ვაშინგტონიდან ადამიანის უფლებებზე არ ანაკლებად არის გამახვილებული ყურადღება თუმცა პირები რომლებიც ვაშინგტონიდან უთვლიან საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას რომ ის იყოს ადეკვატური ანუ გამოასწოროს საქციელი და გამოასწოროს ტრაექტორია შეცვალოს ტრაექტორია საბოლოო ჯამში მე ვერ ვიტყვი დაბეჯითებით რომ ისინი არ გულისხმობენ ადამიანის უფლებებსაც მათ შორის კერძოდ ამგვარი ფიქრის საფუძველს მემაძლევს მათი მხრიდან სიტყვის გადაკვრა ბელარუსთან ხომ ისინი ანუ ამერიკელები პრაქტიკულად არ თანამშრომლობენ მაგრამ ამბობენ და გაგიურდებათ და აქებენ კიდეც ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკას იმისა და გამო რომ დაუკავშირდა პრეზიდენტი ტრამპი თვით ლუკაშენკას და პოლიტპატიმრების ლუკაშენკას მძევლების და უსახების ტყვეების განთავისუფლება სთხოვა ლუკაშენკამ დაინახა რა რომ ძალა რომელიც ამგვარ მისთვის მიუღებელ ლუკაშენკოსთვის მიუღებელია ეს აბა ისაღები რო იყოს საერთოდ გამიკვირვებდით ამ ყველაფერს და საერთოდ პატიმრებიც არ ეყოლებოდა მაგრამ მიუღებელ რამეს სთხოვს თვით პრეზიდენტი ტრამპი იმის გამო რომ უკვე შემდგომ თუმართებული სიტყვა გამოევაჭრა მეტნაკლებად ლოიალური დამოკიდებულება ვაშინგტონისა მინსკის მიმართ ლუკაშენკამ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი და თქვა რომ რაღაცა პრეზიდენტი ტრამპი მათ მიიჩნევს პოლიტპატიმრებად და ჩემთვის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის ეს ადამიანები ჯამში 2000 კაცია ლაპარაკი დაახლოებით იქნებიან თუ არა მინსკის თუ სხვა ქალაქების ციხეებში გამოკეტილნი მე ვიღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს და მე მათ საპატიმროებიდან ვანთავისუფლებ შესაბამისად ლუკაშენკამაც კი ტრამპის ქება-შეკება დაიმსახურა მე მინდა კარგად აგიხსნა პრეზიდენტი ტრამპი ასე პირდაპირ კი არ იღებს ყურბილს პულტია ეს მაგალითად კი არ იღებს ყურბილს და კი არ უკავშირდება მობილურ ტელეფონზე ლუკაშენკას ან ნებისმიერ სხვა პირს არამედ წინასწარი ჯგუფები მუშაობენ ამ თემებზე და როდესაც წინასწარი ჯგუფები ტრამპის ადმინისტრაციისა ამ შემთხვევაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ლუკაშენკას ადმინისტრაციისა მეორე მხრივ ამ შემთხვევაში შეთანხმდებიან იმაზე რაც ილაპარაკებენ პრეზიდენტები ანუ ლიდერები როდესაც ყველა დეტალი გავლილია ყველა ამოსუნთქვა ყველა ჩასუნთქვა წუთების რაოდენობა თარჯიმანს რამდენი ეკუთვნის ამ დროს ვინ რას ამბობს ტრამპს რამდენად უსმენს ლუკაშენკა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში სხვა ხოლო ამ შემთხვევაში სხვა რეკავს ისიც არა მობილური ტელეფონიდან მაღალი ალბათობით და უკავშირდება საგანგებო ტელეფონზე ამ შემთხვევაში ტრამპი ლუკაშენკას ასევე ხდება ყველგან და ყველა შემთხვევაში თუ ხაველაშვილს ვინ მეურეკავს და არავინ არ ურეკავს მაგრამ თუ დაურეკავს წინასწარ იქნება გავლილი ეს თემა
ყაველაშვილის თუ ვინმე ემუშავება არც ვიცი სიმართლე გითხრათ ამ საკითხებზე, მაგრამ მაგალითად საგარეო უწყების რომელიმე მნიშვნელოვან პერსონასა და თვით მინისტრის დონეზეც და იმ ქვეყნის საგარეო უწყების მნიშვნელოვან პერსონას შორის გავლილი იქნება თემები, რა უნდა უპასუხოს პირობითად ყაველაშვილმა ამ მნიშვნელობა აკავიძე. ვენესუელის ლიდერს თუ ის დაუკავშირდება, მაინც როგორც ხადი არ დაუკავშირდება, მაგრამ ისე პირობითად ლაპარაკობს. ამ შემთხვევაში ტრამპმა და მიდეკე ტელეფონო გადაურეკა ლუკაშენკოს სწორედ მაშინ, როდესაც ყველა დეტალი იყო შეთანხმებული. ახლა მე მაქვს კითხვა. შეერთებული შტატები როგორ გონიათ, რატომ არ უკავშირდება პრეზიდენტ ყაველაშვილს თუ ირაკლი კობახიძეს თუ უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს, ალბათ არც დაუკავშირდებიან და არც უნდა უკავშირდნენ, მაგრამ მაინც. რატომ არ უკავშირდებიან? რატომ არ სთხოვენ, რომ იქნება და შეერთებულმა შტატებმა თუ გადაწყვეტილება მიიღო ჩარევის თაობაზე, ამ შემთხვევაში მაინც განთავისუფლდნენ პატიმრები. თქვენც ალბათ ამას კითხვა დაგისვათ საკუთარი თავისთვის. რატომ არ სთხოვენ ამერიკიდან ამ უგვან ხელისუფლებას, რომ გაანთავისუფლე ამდენი და ამდენი პატიმარი არ ეძვირფასებად, ელენე ხოშტარია და მოგვიანებით იმისა იცნობენ თუ არ იცნობენ, მაინც ეძვირფასებად. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არც იცნობენ. იმიტომ რომ ადამიანის ძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა საპატიმროში წამების თვალფასია და წამება კი არის ერთადერთი უპატიებელი დანაშაული კაცობრიობის მიერ მიჩნეული ასეთად. ხო და რატო არ უკავშირდეს? თქვენს დაგისვათ ეს კითხვა ალბათ, მე პასუხობთ. იმიტომ რომ რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ ბიზინა ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ამგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და დაალაგებისა, მათ შესანიშნავად იციან, რომ ყაველაშვილი იქნება თუ კობახიძე თუ ბოჭორიშვილი, ამგვარ გადაწყვეტილებას ელენე ხოშტარიას მზია ამაღლობელის ყველა პატიმრთა ნაწილის განთავისუფლების თაობაზე ესენი ვერ მიიღებენ. მათ შესანიშნავად იციან, რომ ობასთუმანში გამაგრებულია ერთი კაცი, რომელიც ან მოიწონებს სხვათა შორის, მოიწონებს ხას უსვამ, ან დაიწურებს და უფრო დაიწურებს გადაწყვეტილებას, თუ მაინც და მაინც ყაველაშვილი ათამამდება და გამოსცემს რომელიმე დეკრეტს თუ შეწყალების აქტს პატიმართა ნაწილის განთავისუფლების თაობაზე. თუ ემანდ მოხდება და ივანიშვილი მართლაც დაიწუნებს ყაველაშვილის ქმედებას, ამ შემთხვევაში ყაველაშვილი უხეშად რო ვილაპარაკოთ, 2 კვირა გაჩერდება პრეზიდენტის თანამდებობაზე, მასაც წინამორბედი პრეზიდენტების არ იყოს, ყაველაშვილი ამოიჩევებს, როგორც წინა პრეზიდენტებმა ზურაბიშვილმა და მარგველაშვილმა გაძლეს, იმიტომ რომ მათ ჩამოყალიბებული ღირებულებითი სისტემა ჰქონდათ, ასე თუ ისე ყაველაშვილი ბოდის ვიხდი ფუჩეჩია, არა პირდაპირ მნიშვნელობით, რომ მას მართლაც ჩალისფასი აქვს, დაწერს განცხადებას და წავა. მე-6 პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისა, ფორმალისტური თვალსაჩინით, მაინც თუმცა უკანონო, აქვე ვიტყვი, დასაკვირველი. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილი არ უპასუხებს ტრამპს, ან ყაველაშვილი არ უპასუხებს ტრამპს და არც წინასწარი ჯგუფები თუ მაინც და მაინც ეცდებიან, მაგალითად, საელჩოს თანამშრომლები ან სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შეერთებული შტატებისა, თუ დაალაგებენ, ეცდებიან ურთიერთობის დაალაგებას საგარეო საქმეთა უწყებასთან, ისინიც მაკა ბოჭორიშვილის უწყების წარმომადგენლები ადეკვატურები ვერ იქნებიან, ვერ დაგპირდებით, რომ ბიზინა ივანიშვილთან ამ საქმეს გავჩარხავთ. ეს იქნება მათი უკეთეს შემთხვევაში ეს იქნება მათი პასუხი. და ახლა ერთი ინფორმაცია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წარმომადგენლები, როცა კი სტუმრობენ ხოლმე და სტუმრობენ იშვიათად, მაგრამ მაინც ვაშინგტონის ცენტრში საქართველოს საელჩოს ვაშინგტონის ცენტრში მდებარე საქართველოს საელჩოს და იქ მათ გულმხურვალედ და სხვადასხვა ნუგბარით მასპინძლობს ხოლმე ელჩი კაბატონი თამარ დალიაშვილი. ეს მნიშვნელოვანი პერსონები იმას კი არ ელაპარაკებიან კაბატონ დალიაშვილს, რამდენად აუცილებელია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაალაგება და როგორი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს ორ ქვეყანას შორის, არამედ პირველ ყოვლისა ელაპარაკებიან იმაზე, რომ იქნება და მოხერხდეს რამე გადაწყვეტილების მიღება თქვენს პოლიტიკოს და სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით, ბევრ მათგანთან დაკავშირებით მაინც იქნება და თქვენმა ხელისუფლებამ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, იქნება და მიიღოს სწორი, ადეკვატური გადაწყვეტილება. ვაშინგტონის
სივრცეში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სივრცეში მყოფი იტალიაში რაც არ უნდა კოცი იყოს და არის რასაკვირველია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ვერ გაუბედავს და ვერ ეტყვის რომ ისიც რა არის ისინი სიამაღლობელი თველენი ხოშტარია სამართლიერად იხდიან სასჯელს ვერ გაუბედავს იმ შემთხვევაშიც კი თუ ასე მიიჩნევს და ვერ გაუბედავს იმის გამო რომ შესანიშნავად იცის ელჩმა ტალიაშვილმაც კი რომ ამ სიტყვის თქმა დამატებით გულის ცხოვრებას გამოიწვევს იმ სტუმრებისა რომლებიც საელჩოს იშვიათად მაგრამ სტუმრობენ და კიდევ ვერ გაუბედავს იმის გამო რომ ქალბატონმა ტალიაშვილმაც კი მასზე განსაკუთრებული აზრის რასაკვირველი არ გახლავართ შესანიშნავად იცის რომ ეს ადამიანები ზია ზვიადი მათე ანდრო ელენე სხვები დაახლოებით 150 პატიმარი სრულიად ტყუილად იხდიან სასჯელს ამიტომ ქალბატონ ტალიაშვილი თავს უქნევს და უქნევს ხოლმე და ეუბნება რომ ისიც რა ეს მაინც დროის საკითხია ეს მაინც შეიძლება ამაზე დაფიქრება მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ საგარეო უწყებას მივაწყინო თქვენი ხმა მეც ამ აზრზე ვარ და მე ნუგბარსა კვნეთს მაგრამ ეს არ არის საკმარისი ქალბატონ ტალიაშვილს არაფერი ევალება გარდა იმისა რომ თავი დაუქნიოს ამერიკელ მეგობრებს ჩვენ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით რომ ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას როგორღაც მოვახერხოთ და უნდა გავანთავისუფლებინოთ პრინციპული გადაწყვეტილება ალბათ არასწორი წარმოთქმის სიტყვა ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას უნდა გავანთავისუფლებინოთ ბატიმრები ანუ ვივამეთში კი არ მინდა მე ელენეს გადაყვანა მე მომეცით ოჯახს მიუყვანეთ დაუბრუნეთ და როგორღაც ოჯახი მოუვლის ელენე ხოშტარიას იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისუფლებად წოდებული ბანდა წამოვა რაღაც შეღავათებზე არ გაანთავისუფლებს მაგრამ ასე მაგალითად ვივამეთში გააგრძელებს კურნალობას ჩვენ მადლობა არ უნდა გადაუხადოთ მათ და ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ხვალ ელენე მზია და ეს 150 კაცი რომც გამოუშვას მეორე 150 კაცს შეაბრუნებს ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა იმიტომ რომ არაადეკვატურია ბიძინევანიშვილი და იმიტომ რომ გონია რომ როგორც კი დათმობს ცოტას მას დაათმობინებენ ბევრს ამაში პრინციპში ნაწილობრივ მართალიც არის ეს შეშლილთა შორის უშეშლილესი ბიზინა რუსი ივანიშვილი უარესი ვიდრე ბევრი ძალიან ცუდი პერსონა საქართველოს ისტორიაში ნახვამდის